წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო. მონაწილე პარტიები 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის უკვე ემზადებიან. საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით პარტიების რეგისტრაცია დასრულდა. როგორც გაირკვა, ცესკოს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად სულ 17 პარტიამ მიმართა. მათგან კი 3-ს რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, ვინაიდან მათ ვერ დააკმაყოფილეს კანონით დადგენილი მოთხოვნები. მონაწილე პარტიების ჩამონათვალი საარჩევნო ნომრების მიხედვით ასე გამოიყურება. კონსერვატორები საქართველოსთვის 3 ნომერი, მამული ენასარწმუნოება, სახალხო ხელისუფლება, ძლიერი საქართველო ლელო, გახარია საქართველოსთვის, ქართული ოცნება, გირჩი, საქართველო, მემარცხენე ალიანსი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, ქართველ ერთობა, მწვანეთა პარტია, ჩვენი გაერთიანებული საქართველო, თავისუფალი საქართველო. საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად მიმართა 17 პოლიტიკურმა გაერთიანებამ. საარჩევნო ადმინისტრაციამ განიხილა ყველა შემოსული განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია და 14 საარჩევნო სუბიექტი დაარეგისტრირა ამ არჩევნებისთვის, ხოლო 3 პოლიტიკური პარტია, რომელსაც ჰქონდა შემოტანილი განაცხადი, რეგისტრაცია ვერ გაიარა, ვინაიდან მათ ვერ დააკმაყოფილეს კანონით დადგენილი მოთხოვნები. შესაბამისად, 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის გვეყოლა 14 საარჩევნო სუბიექტი. შემდეგი ნაბიჯი გახლავთ პარტიული სიების წარდგენა, ასევე მაჟორიტარების და მერობის კანდიდატების წარდგენა შესაბამის საარჩევნო კომისიებში, რომელთა ბოლოვადა გახლავთ 4 სექტემბერი. ასევე საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებისთვის მერობის კანდიდატების წარდგენის წესები და ამასთან დაკავშირებით არსებული სიახლეები განმარტა. ცესკოს ცნობით საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად რეგისტრირებულ პარტიას უფლება აქვს თითოეული მუნიციპალიტეტისთვის მერობის თითო კანდიდატი წარადგინოს. ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს წარადგინოს მხოლოდ 1 კანდიდატი. საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციით ვიწყებთ ჩვენ და მათ არჩევნებამდე არაგვიანეს 57 დღისა და ჩვენ შემთხვევაში 18 აგვისტო იქნება ეს, უნდა მომართონ საოლქო საარჩევნო კომისიას რეგისტრაციის მიზნით, შემდეგ მათ გადაეცემათ ცესკოს მიერ მიღებული ამომრჩეველთა ბლანკები, რომელიც უნდა შეავსონ და არაგვიანეს მე-40 დღისა 25 აგვისტო გამოდის, უნდა დაგვიბრუნონ ჩვენ და ამის შემდეგ მოხდება მოკლედ საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაცია და მათი წარმოდგენილი კანდიდატების რეგისტრაციაში გატარება. რაც შეეხება პარტიებს სურვილი შემთხვევაში მათ უფლება აქვთ არჩევნებამდე არაგვიანეს 30 დღისა წარმოადგინონ როგორც პარტიული სია, აგრეთვე მერობის კანდიდატები. გურიის რეგიონში მერობის კანდიდატები ჯერჯერობით მხოლოდ ქართულმა ოცნებამ დაასახელა. გურიაში მოქმედ მერს ალექსანდრე სარაშვილს წარმოადგენთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. ოზურგეთში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება წარმატებული ლექტორი და მენეჯერი ბაატა გუნჯულია, ხოლო ჩოხატაურის მერის მოქმედი მოადგილე ინდია ჟღერია. რაც შეეხება სხვა პარტიებს, მათი კანდიდატები ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ წარსადგენად პარტიებს დრო 4 სექტემბრამდე აქვთ. საინიციატივო ჯგუფებს კი 25 აგვისტომდე.